ნაციონალური მოძრაობა დღეს თელავში საპრეზიდენტო პრაიმერიზის მესამე ტურს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას კახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობა მიიღებს. ამასთანავე 15 ივლისამდე ონლაინ ხმის მიცემისთვის მიმდინარეობს დელეგატების დარეგისტრირებაც. ერთი დღით გადმოიწია შემაჯამებელი პრაიმერიზის თარიღმაც, რომელიც თბილისში 28 ივლისის ნაცვლად 27 ივლისს გაიმართება. ნაციონალებმა საპრეზიდენტო პრაიმერიზე უკვე გამართეს ქუთაისსა და გორში. მასში მონაწილე 4 კანდიდატს შორის ორი ტურის შემაჯამებით დავით ბაქრაძე ლიდერობს. დღევანდელი დებატები ეხება საკუთრივ რეგიონის პრობლემატიკას, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად იქნება საერთოეროვნული თემა ადამიანის უფლებები და მარცხწესრიგი. დაახლოებით 2 საათიანი ძალიან რეგლამენტირებული დებატების შემდეგ უკვე დელეგატები ფარული კენჭისყრით ხმას აძლევენ იმ 4 კანდიდატს, რომელიც პრაიმერში მონაწილეობს. ეს არის გია ბარამიძე, შოთა მალაშხია, დავით ბაქრაძე და ზურაბ ჯაფარიძე. მნიშვნელოვანი იქნება თითოეული კანდიდატის მოსაზრება მოვისმინოთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. რა პრობლემები იყო წარსულში, რა პრობლემებია დღეს და როგორ უნდა გამოსწორდეს ეს საკითხები და ეს მიდგომები საქართველოში. ჩვენ ვაგრძელებთ აუცილებლად იმ მნიშვნელოვან პროცესს, რაც დაიწყეთ ნაციონალურ მოძრაობაში. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, ჩვენ ვიქნებით პლატფორმა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, რომ მათ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ეს არის განახლება სწორედ ნაციონალურ მოძრაობაში, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას.